უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. განცხადებას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აკეთებს პრეზიდენტობის კანდიდატმა პიოტრ პოროშენკომ საარჩევნო ბიულეტენების თითქმის 50%-ის დათვლის შედეგად ხმების 56%-მდე მიიღო მეორე ადგილზე 14%-იანი მხარდაჭერით პარტია ბატკივიშჩინას ლიდერი ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო. მესამეზე უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო, რომელსაც ამომრჩეველთა მხოლოდ 9%-მა მისცა ხმა. ცესკოს თანახმად პოროშენკო ქვეყნის ყველა ოლქში ლიდერობს. საკონდიტრო მაგნატმა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ხმების 72% ლვოვის ოლქში მიიღო. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტიურობამ 61% შეადგინა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 77% ლვოვის ოლქში ყველაზე დაბალი, 14% კი დონეცკის ოლქში დაფიქსირდა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საარჩევნო უბნების უმრავლესობა დაკეტილი იყო. არჩევნები შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ჩაშალეს. სამოქალაქო დამკვირვებელთა ორგანიზაციამ მთელ ქვეყანაში კენჭისყრის მიმდინარეობისას 397 დარღვევა დააფიქსირა. უკრაინის ცესკომ კენჭისყრის საბოლოო შედეგები 4 მისამდე უნდა გამოაქვეყნოს.